ეს დათვი იყო ერთ-ერთი მოქმედი ჯარისკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1942 წლის 8 აპრილს ირანის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე პოლონელმა ჯარისკაცებმა პატარა დათვის ბელი იპოვეს. ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, რომ თავისთან წაიყვანათ ბელი. როდესაც ის იზრდებოდა, საკმაოდ გამოიჩინა თავი, რომ ოფიციალურად გაწევრიანებულიყო პოლონეთის არმიაში. ვოიტეკს ჰქონდა რიგითის წოდება და ცხოვრობდა სხვა ჯარისკაცებთან ერთად. ის ცდილობდა, რომ მიებაძა სხვა ჯარისკაცებისთვის. სვავდა ლუდს, უყვარდა ყავის დალევა დილით, ასევე უყვარდა ჭიდაობა პოლონელ ჯარისკაცებთან ერთად. მონტე-კასინოს ომის დროს ვოიტეკი დაეხმარა თავის ქვედანაყოფს საბრძოლო მასალის გადატანაში. ის ატარებდა 50 კილოვიან ტყვიის ყუთებს და ანთავსებდა სატვირთო მანქანაზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას არასდროს არ დავარდნია არც ერთი ყუთი, ხოლო ამ საქციელისთვის მას მიეწოდა კაპრალის წოდება. ვოიტეკი გარდაიცვალა 1963 წელს 21 წლის ასაკში. ის იწონიდა 500 კილოგრამს და იყო 186 სანტიმეტრის სიმაღლეს. ვოიტეკის საპატივსაცემოდ ძალიან ბევრი ძეგლი დადგეს: კრაკოვში, საგანში, ვარშავში, სოპოტში, ლონდონში, ედინბურგში და დუნში.